თბილისის საქალაქო სასამართლომ ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მზიამაღლობელის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყვიტა. გადაწყვეტილება ლიანა კაჟაშვილმა მიიღო. მზიამაღლობელი დავობდა, რომ ირაკლი კობახიძემ სხვადასხვა დროს ტელევიზიის ეთერში მის შესახებ ცილისმწამებლური განცხადებები გააკეთა. მაგალითისთვის კობახიძემ 2025 წლის 16 აპრილს რუსთავიორის ეთერში თქვა, რომ ამაღლობელი პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნით კონკრეტულ დავალებას ასრულებდა. სასამართლო პროცესს მზია ამაღლობელი ესწრებოდა. მოპასუხე მხარე ირაკლი კობახიძის წარმომადგენელი კი არა. გადაწყვეტილების გამოტანამდე ამაღლობელმა სიტყვით ისარგებლა და თქვა, რომ კობახიძის განცხადებები არა შეფასებითი, არამედ მცდარი ფაქტების გავრცელება იყო. სხდომის დასრულების შემდეგ მზია ამაღლობელის ერთ-ერთმა ადვოკატმა ანა რეხვიაშვილმა პროცესის შესახებ მედიასთან კომენტარი გააკეთა. სამწუხაროდ დღევანდელი სასამართლო პრაქტიკა არის ასეთი, რომ მაგალითად პარლამენტის წევრებთან დაკავშირებით თუ პარლამენტის წევრი განურჩევლად იმისა, რა ფორმატში, რა გარემოებებში, რა ადგილას აკეთებს რაიმე განცხადებას, მარტო ის ფაქტი, რომ ის პარლამენტის წევრის სტატუსით სარგებლობს, მიიჩნევა, რომ გამორიცხავს ასეთი პირის პასუხისმგებლობას დეფამაციური განცხადებების გამო და რაც შეეხება პოლიტიკური თანამდებობის პირებს, ვინაიდან ასეთი ჩანაწერი კანონში არ გვაქვს, აქ სასამართლო იყენებს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონის მეხუთე მუხლს და ამბობს, რომ იგივენაირად განურჩევლად ფორმატისა, დისკუსიის და ასე შემდეგ, ყველა ასეთი განცხადება, რომელიც ტელევიზიით კეთდება პოლიტიკური პირის მიერ, არის პოლიტიკური დებატის ფარგლებში გაკეთებული განცხადება და არ შეიძლება ასეთი განცხადების გამო პასუხისმგებლობა დადგეს. ეს არის საშიში პრეცედენტი. არა მხოლოდ დაუშვათ ქალბატონი მზია ამაღლობელისთვის, რომელიც მოსარჩელეს წარმოადგენდა ამ საქმეში, არამედ ზოგადად ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემისთვის, ქართული სამართლის განვითარებისთვის, იმიტომ რომ არის ძალიან მავნე და არასწორი პრაქტიკა, რომელიც დეფამაციური საქმეების მიმართ დგინდება და მყარდება სასამართლოს მიერ და შეიძლება გახდეს ნებისმიერი პირის პრობლემა, განურჩევლად მისი პოლიტიკური შეხედულებებისა. ეს არ არის პირველი სარჩელი, რომელიც მზია ამაღლობელმა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ მოამზადა. იმავე საფუძვლით ამაღლობელმა კობახიძისგან ცილისმწამებლური განცხადებების უარყოფა აქამდეც მოითხოვა. წინა სარჩელი 2025 წლის 10 ივლისს იმედის ეთერში და 2025 წლის 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაკეთებულ განცხადებებს ეხებოდა. ორივე შემთხვევაში კობახიძე ირწმუნებოდა, რომ მზია ამაღლობელის ქმედება უცხო ძალებისგან იყო დაკვეთილი და მისი მიზანი პოლიციის იმიჯის დაკნინება იყო. ამ საქმის წარმოება მოსამართლე დავით აკობიძემ შეწყვიტა. ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე 1 წელი და 3 თვეა რაც ციხეშია. 2025 წლის 6 აგვისტოს მას მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევის მუხლით 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. 2025 წლის 16 დეკემბერს პატიმრობაში მყოფ მზია ამაღლობელს სტრასბურგში ევროპარლამენტში ევროკავშირის ადამიანის უფლებათა უმაღლესი ჯილდო სახაროვის პრემია გადაეცა.